ტექნიკური პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოში არსებობს ადგილები, რომლებიც ამ დრომდეც კი შეუსწავლელია. ისინი უამრავ საიდუმლოს ინახავენ. დაწყებული ტყეში დანახული უცნაური ფიგურებიდან დამთავრებული ამაზონის ჯუნგლებში აღმოჩენილი უძველესი ქალაქით, ამ ეპიზოდში დაუსახლებელ ადგილებში გაკეთებულ ყველაზე უცნაურ აღმოჩენებზე მოგიყვებით. 1930 წელს კანადელი ჯო ლაბელი უცნაური შემთხვევის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ჯო მონადირე იყო და ის ძირითადად კანადის ჩრდილოეთ რეგიონში, ნუტაუდში ნადირობდა. სიდიდის მიუხედავად, ეს რეგიონი ყველაზე ნაკლებადაა დასახლებული. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ 39,000 ადამიანი ცხოვრობს. ერთ დღეს ნადირობისას ჯო ადგილობრივი მაცხოვრებლების, ენუიტების ბანაკს წააწყდა. ბანაკში ყველგან ცეცხლი ენთო. ჩანდა, რომ ენუიტები საჭმელად ემზადებოდნენ, მაგრამ როდესაც მონადირე დასახლებაში შევიდა, მან აღმოაჩინა, რომ იქ არავინ იყო. სარიელი კაროების წინ მაგიდაზე საჭმელი ხელუხლებელი დაეტოვებინათ. გარდა ამისა, სასაფლაოზე ყველა საფლავი ამოეთხარათ და თანაც ვიღაცას საფლავის ქვები ერთმანეთზე დაეწყო. ჩანდა, რომ ამ ადგილას რაღაც საშინელი მოხდა. შეშინებული მონადირე სასწრაფოდ უკან დაბრუნდა და ამ შემთხვევის შესახებ ადგილობრივ პოლიციას აცნობა. მრავალი ძებნის მიუხედავად, ენუიტების კვალს ვერსად მიაგნეს. მათი გაუჩინარების მიზეზი დღემდე უცნობი რჩება. გამოქვაბულის მხატვრობა ჩვენი წინაპრების ცხოვრების შესახებ ნათელ წარმოდგენებს გვიქმნის. როგორც წესი, ისინი ხელის ანაბეჭდებს, ცხოველებსა და ნადირობის სცენებს ხატავდნენ, მაგრამ ხანდახან ეს ნახატები საკმაოდ უცნაურია. ზოგჯერ ნახატებზე უცნობი არსებები და ჰუმანოიდები არიან გამოსახულნი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით ეს გამოსახულებები ძველ დროში მცხოვრები ხალხის ფანტაზიის ნაყოფია, ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ისინი არამიწიერი ცივილიზაციის დედამიწაზე ვიზიტს ადასტურებს. შეთქმულების თეორიების მიმდევრები ყველაზე ხშირად ავსტრალიაში აღმოჩენილი ვანჯინის ნახატების შესახებ საუბრობენ. ვანჯინები ავსტრალიელი აბორიგენების კულტურის ნაწილს წარმოადგენს. ეს მითიური არსებები ღრუბლებისა და წვიმის მბრძანებლები არიან, რომლებმაც მითოლოგიის მიხედვით ავსტრალიის მიწის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. გამოსახულებები იზოლირებული სანაპიროს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ლეგენდის თანახმად, ამ ზებუნებრივ არსებებს ღრუბლებად გადაქცევა და ცაში ფრენა შეეძლოთ. რა თქმა უნდა, უძველესი მითები და ლეგენდები ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. სავარაუდოა, რომ ვანჯინები ბუნებრივი მოვლენების მეტაფორულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, მაგალითად ჭექა-ქუხილის, ელვის და წყალდიდობის, მაგრამ შეთქმულების თეორეტიკოსები მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ასეთი გამოსახულებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვხდება. მაგალითად, ინდოეთში, შატის გარჰის რეგიონში მდებარე გამოქვაბულის კედლებზე დახატული ფიგურებიც ერთი შეხედვით უცხო პლანეტელებს გამოსახავენ. გარდა ამისა, ითვლება, რომ ამერიკაში აღმოჩენილი ნახატი, სახელწოდებით სინბადის თავი, არამიწიერი ცივილიზაციის არსებობას ადასტურებს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ ამ ნახატებზე უჩვეულო არაფერია. ხანდახან ბუნებაში აღმოჩენილი საიდუმლოებების ამოხსნა ერთი შეხედვით შეუძლებელია. ამიტომაც ინტერნეტში გავრცელებულმა ამ ფოტომ ადამიანებში გაურკვევლობა გამოიწვია. ისინი ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა იყო ხეებს შორის ასეთი უცნაური ხვრელის გაჩენის მიზეზი, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი ნათელი გახდა. აღმოჩნდა, რომ ეს ხვრელი არც სხვა სამყაროში გასასვლელი პორტალი იყო და არც რომელიმე ზებუნებრივი არსების მიერ შექმნილი. რეალურად მისი ავტორი შვედი მხატვარი ანტი ლაიტენინია. ერთ-ერთი პროექტის მიხედვით მხატვრებს ბუნებაში უცნაური პეიზაჟი უნდა შეექმნათ და არტისტმა სწორედ მისი შექმნა გადაწყვიტა. სასაზღვრო პოლიციის ოფიცერმა ჰელენი სვიდიგალმა ბრაზილიის ჯუნგლების პატრულირების დროს უამრავი საშიში რამ ნახა, მაგრამ ყველაზე მოულოდნელი არა შხამიან გველებთან ან იაგუართან შეხვედრა, არამედ ფეხში შველი ადამიანის ჯუნგლებში დანახვა იყო. როდესაც ჰელენისი უცნობთან მივიდა, მან აღმოაჩინა, რომ მამაკაცს პასპორტი არ ჰქონდა და თანაც ესპანური ან პორტუგალიური არ ესმოდა. ამ დროს ტორონტოში მცხოვრები სტეფან ფილიპა მუდმივად ფიქრობდა გაუჩინარებულ ძმაზე, ანტონზე, რომელიც 2012 წელს გაუჩინარდა. მისი გაუჩინარება უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებდა, მაგრამ ყველა კითხვას პასუხი მაშინ გაეცა, როდესაც სტეფანს ბრაზილიის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა დაურეკა. წარმოუდგენელია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ანტონმა თითქმის 10,000 კილომეტრი და 10-მდე ქვეყანა ფეხით გაიარა. არავინ იცის, როგორ მოახერხა მან ქვეყნებს შორის არსებული საზღვრების შეუმჩნევლად გავლა. თანაც ყველაფერთან ერთად, მან ეს დისტანცია ფეხში შველმა დაფარა. აღმოჩნდა, რომ მისი წასვლის მიზეზი არგენტინაში, ბუენოს-აირესში მდებარე ნაციონალური ბიბლიოთეკის დათვალიერება იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ანტონს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, როგორც ჩანს, ის მთელი დისტანციის ფეხსაცმლის გარეშე გავლის იდეით გახდა შეპყრობილი. რამდენიმე წლიანი მოგზაურობის შემდეგ ანტონმა ბიბლიოთეკამდე მიაღწია, მაგრამ საბუთების გარეშე ის შენობაში არ შეუშვეს. უკან დაბრუნებისას ის ოფიცერმა ვიდიგალმა აღმოაჩინა. საბოლოოდ ანტონი სახლში თვითმფრინავით საკუთარ ძმასთან დაბრუნდა.
1972 წელს ავსტრალიელმა ჯარისკაცებმა პაპუა-ახალი გვინეას ჯუნგლებში უცნაური რამ აღმოაჩინეს. მათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებულ თვითმფრინავს მიაგნეს, რომელსაც ჭაობის მოჩვენება ერქვა. ტყვიამფრქვევები დატენილი იყო. თერმოსში დიდი ხნის წინ გაფუჭებული ყავა ესხა, ხოლო საფერფლეში სიგარეტის ღერები ნახევრამდე იყო ჩამწვარი. არავინ იცოდა თუ რა დაემართათ ეკიპაჟის წევრებს. მოგვიანებით, როდესაც ფოტო ინტერნეტში გავრცელდა, თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი კლარენს ლემიოც გამოჩნდა. ვაშინგტონში მცხოვრებმა 90 წლის ვეტერანმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე რამდენიმე ძლიერ ტორნადოში მოყვა. თანაც ამ დროს მას მარჯვენა ფრთა უკვე დაზიანებული ჰქონდა. გასაკვირია, მაგრამ ჯარისკაცები ჩამოვარდნას გადაურჩნენ და 5 დღის განმავლობაში ჯუნგლებიდან გასასვლელ გზას ეძებდნენ. მე-6 დღეს ისინი ადგილობრივმა ტომის წევრებმა გადაარჩინეს და ჯუნგლებიდან ნავების დახმარებით გაიყვანეს. ანტარქტიდა ყინულისა და თოვლის უდაბნოა. იგი სიდიდით მეხუთე კონტინენტია, მაგრამ ზამთრის თვეებში ამ ადგილას მხოლოდ 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს. კონტინენტზე მკაცრი კლიმატური პირობებია. ტემპერატურა -88 გრადუსს აღწევს, ხოლო ქარის სიჩქარე 320 კმ/სთ-ია. ყოველწლიურად ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად ანტარქტიდას უამრავი ადამიანი სტუმრობს. ასეთი რთული პირობების გათვალისწინებით წარმოიდგინეთ იმ მეცნიერების გაკვირვება, რომლებმაც ევანსის კონცხზე უცნაური ყუთი აღმოაჩინეს. ყუთში 22 გაუმჟღავნებელი ფოტოიდო. როგორც აღმოჩნდა, ფოტოებზე დიდი ხნის წინ ჩატარებული ექსპედიციის კადრები იყო ასახული. კვლევებით დადგინდა, რომ კადრებზე ავრორას ეკიპაჟის წევრები იყვნენ გამოსახულნი. 1900-1917 წლებში გემი კონტინენტს რამდენჯერმე ესტუმრა. უკანასკნელი მოგზაურობის დროს ხომალდი ჩაიძირა, ხოლო მკვლევარები ყინულით დაფარულ მიწაზე აღმოჩნდნენ. მოგვიანებით მათ ნავების დახმარებით 1160 კილომეტრი გაიარეს და საბოლოოდ უსაფრთხო კუნძულს მიაღწიეს. როგორც წესი, ხეები ყავისფერი ან თეთრი ფერისაა. ამიტომაც ლურჯი ხეების არსებობა თითქოს მხოლოდ სხვა პლანეტაზეა შესაძლებელი, მაგრამ ადამიანები ასეთ უცნაურ მცენარეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახულობენ. მათი არაბუნებრივი შეფერილობა უამრავ ადამიანში გაკვირვებას იწვევს, მაგრამ ყველაფერი ნათელი ხდება მას შემდეგ, რაც საქმეში მიკოლოგები ერთვებიან. მიკოლოგია მეცნიერებაა, რომელიც სოკოებს შეისწავლის. აღმოჩნდა, რომ ხის ტოტების ასეთი შეფერილობა სოკოს ერთ-ერთი სახეობის ლურჯი კორდიციუმის შედეგია. საინტერესოა, რომ სოკო ხეებისთვის ზიანო თითქმის არაა. როდესაც ტყეში მარტავს ეირნობთ, ალბათ არაფერია იმაზე საშიში შეგრძნება, რომ თითქოს ვიღაც გვითვალთვალებს. მაგრამ როგორც წესი, ეს სილუეტები შესაძლოა უბრალოდ ქანდაკებები იყოს. ერთმა ადამიანმა ტყეში სეირნობისას ეს უცნაური ყუთი იპოვა და თავდაპირველად იფიქრა, რომ ის კოსმოსიდან იყო ჩამოვარდნილი. მაგრამ თუ მის კარს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ყუთი მიწიერი წარმომავლობის უნდა იყოს. ხანდახან რთული გასარჩევია, ტყეში აღმოჩენილი ობიექტი ხელოვნურია თუ მას ბუნებრივი წარმომავლობა აქვს. ერთი ადამიანი ძალიან შეშინდა მას შემდეგ, რაც ტყეში სეირნობისას ეს უცნაური ფიგურა შეამჩნია. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინსტალაცია კი რობ მალჰოლანდის მიერ შოტლანდიის ტყეებში სარკეებისგან შექმნილი სკულპტურებია. ქანდაკებები ირგვლივ არსებულ პეიზაჟს ირეკლავს და მათი დანახვა შორიდან შეუძლებელია. ავტორის განმარტებით, ეს ფიგურები ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობას ასახავს. სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი უცნაური ქანდაკებები ხშირად გვხვდება. ნაგატო იავასაკის მიერ შექმნილ ამ ხის სკულპტურებს იაპონიის ტყეებში ნახავთ, ხოლო თუ ბელგიაში დეშორეს ტყის პარკის დათვალიერებას გადაწყვეტთ, ალბათ ვფიქრებთ, რომ ზღაპარში მოხვდით, რადგანაც აქ უამრავი მითიური არსების ხისგან დამზადებული ფიგურაა განთავსებული. ეს შთამბეჭდავი ქანდაკებები ტომას დამბოს ეკუთვნის. ამბობენ, რომ მისი სკულპტურები ადამიანებში ბუნების შესწავლის სურვილს აღზრავს. უძველესი ქალაქები ჩვენამდე არსებული ცივილიზაციების ცხოვრების შესახებ მკაფიო წარმოდგენას გვიქმნიან. ამ ქალაქებში შთამბეჭდავი გამოსახულებები, მივიწყებული ტაძრები და ლამაზი არტეფაქტები ინახება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჰონდურასის ჯუნგლებში ძველი ქალაქის ნანგრევებია დამალული. ქალაქი იმდენად მდიდარი იყო, რომ მისი მაცხოვრებლები საჭმელს მხოლოდ ოქროს თეფშებიდან მიირთმევდნენ. მას ლა სიუდად ბლანკას, ანუ თეთრ ქალაქს უწოდებდნენ. ისტორიები დაკარგული ქალაქის შესახებ სათავეს მე-16 საუკუნიდან იღებს. მკვლევარებმა მისი აღმოჩენა არაერთხელ ზოგიერთი მათგანი ძვირფასი ნივთებით დაბრუნდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ჯუნგლებში სამუდამოდ დაიკარგა. 2015 წელს თავგადასავლების მაძიებელთა ჯგუფი იმ ტროპიკულ ტყეებში გაემგზავრა, რომელიც მომაკვდინებელი გველებითა და საშიში მტაცებლებითაა ცნობილი. მრავალი საფრთხის მიუხედავად, მათ ჯუნგლებში დაკარგულ ქალაქს მიაგნეს. იგი მცენარეებით იყო დაფარული. ქალაქში პირამიდები, ტაძრები და სკულპტურები აღმოაჩინეს, რომლებზეც იაგუარები, ადამიანები და მაიმუნები იყვნენ გამოსახულნი. არავინ იცის თუ რატომ მიატოვეს ეს ადგილი, მაგრამ ლეგენდის თანახმად მოსახლეობა საშიშს წევლას გაექცა, რომლის გამოც უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. ითვლებოდა, რომ ეს ისტორია გამოგონილი იყო, მაგრამ მალევე ექსპედიციის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. როგორც აღმოჩნდა, ისინი პარაზიტული დაავადებით, ლეიშმანიოზით დაინფიცირდნენ, ამიტომაც მათ ქალაქის დატოვება მალევე მოუწიათ. ეს შემთხვევა შესაძლოა პასუხისმდეს იმ კითხვას, თუ რატომ მიატოვეს ქალაქი საუკუნეების წინ, რაც არ უნდა იყოს ჯუნგლებში დაკარგული ქალაქი, დღესაც იდუმალებითაა მოცული.
ტყეში სეირნობამ უამრავ ადამიანს სიმშვიდეს ანიჭებს, მაგრამ 2016 წელს, როდესაც ერთმა ადამიანმა ამერიკის ტყეში სეირნობისას ხეებზე მიმაგრებული თეთრი ფურცლები აღმოაჩინა, ის ძალიან შეშინდა. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ ფურცლები უბრალოდ ამგრძელავი ნიშნები უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად მათზე გაუჩინარებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია ეწერა. It's a dude, 26, last seen August 5th. There's no year, LAPD. თანაც ყველა განცხადებაზე სხვადასხვა ადამიანი იყო გამოსახული. ხეებზე 20-მდე განცხადება იყო მიმაგრებული. ყველაზე შემაშინებელი კი ის იყო, რომ იქვე ვიღაცას კარავი გაეშალა. ალბათ ყველაზე ლოგიკური ასეთ შემთხვევაში გაქცევა იქნებოდა. სწორედ ასე მოიქცა ვიდეოს ავტორიც. როდესაც მან მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა, მისი ისტორია არასერიოზულად ჩათვალეს და იფიქრეს, რომ ეს უბრალოდ ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყო. 1963 წელს კაპადოკიის მაცხოვრებელმა საკუთარი სახლის რემონტის დროს მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა. მან სარდაფის კედლის უკან საიდუმლო ოთახი აღმოაჩინა. ოთახიდან გზა გრძელი გვირაბისკენ მიდიოდა. გვირაბი საკმაოდ დიდი ზომის იყო და ის დერეფნების საშუალებით ოთახებსა და სხვა შენობებს ერთმანეთთან აკავშირებდა. სრულიად შემთხვევით, მამაკაცმა უძველესი მიწისქვეშა ქალაქი დერენკუიუ აღმოაჩინა. სავარაუდოა, რომ იგი მე-8 საუკუნეში შეიქმნა. ქალაქი სკოლების, ტაძრებისა და ათობით სხვა შენობისგან შედგებოდა და მასში 20,000 ადამიანი ცხოვრობდა. ქრისტიანები ამ ადგილს არაბი მეომრებისგან დასამალად იყენებდნენ. ღრმაჭები მიწისქვეშა მდინარესთან იყო დაკავშირებული, ასე რომ ადამიანები უსაფრთხო გამოქვაბულს თითქმის არ ტოვებდნენ. 1963 წელს, როდესაც ქალაქი კაპადოკიის მაცხოვრებელმა აღმოაჩინა, ის მხოლოდ 40 წლის მიტოვებული იყო, მაგრამ საინტერესოა, თუ რატომ იყო დაკავშირებული ქალაქის გვირავების სახლთან. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სახლის ათვალთვალო პუნქტის დანიშნულებას ასრულებდა. როგორ მოიქცეოდით თუ ტყეში სეირნობისას მიწაში დახურულ ლითონის კარს დაინახავდით. 2014 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებმა ორმა მეგობარმა ტყეში ლითონის კარი აღმოაჩინა. მათ კარის გახსნა გადაწყვიტეს, რის შემდეგაც ისინი უცნაურ ბუნკერში აღმოჩნდნენ. ბუნკერი უამრავი დერეფნისგან შედგებოდა. მიწისქვეშა შენობის სიღრმეში მეგობრებმა დატბორილ ოთახს მიაგნეს, სადაც უცნაური დანადგარი იყო განთავსებული. გამომდინარე იქიდან, რომ მეგობრებს გზის გაგრძელება აღარ შეეძლოთ, მათ უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ზუსტად არავინ იცის თუ რა აღმოაჩინეს მეგობრებმა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბუნკერი აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარეობდა, დიდი ალბათობით ის ცივი ომის პერიოდში ააგეს. ცნობილია, რომ აღმოსავლეთ ნაწილს საბჭოთა კავშირი, ხოლო დასავლეთ ნაწილს ამერიკა აკონტროლებდა. ორივე მხარეს შესაძლო ატომური ომის ეშინოდა, ამიტომაც მათ თავდასაცავად უამრავი მიწისქვეშა ბუნკერი ააშენეს. შესაძლო აღმოჩენილი ბუნკერის დანიშნულებას სწორედ თავშესაფრის ფუნქცია წარმოადგენდა. 40-იან წლებში შოტლანდიაში მდებარე ინჩკონაჰანის კუნძული ფიონა ბრაიდგორს ეკუთვნოდა. ქალს ეგზოტიკური ცხოველები უყვარდა და ამიტომაც მან კუნძულზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უამრავი ვალაბი ჩამოიყვანა. დღეისათვის კუნძულზე დაახლოებით 60 ვალაბი ცხოვრობს და ტურისტები მათ სანახავად ხშირად მიდიან. 2017 წელს, როდესაც მცირე ზომის კუნძულზე ტურისტები ჩავიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ ვალაბების დიდი რაოდენობა ვიღაცას დაეხოცა. სავარაუდო იყო, რომ მკვლელი კუნძულზე ღამით მივიდა. ცხოველები დახოცა და ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავის ვინაობა უცნობია, არსებობს დანაშაულის მოტივის ერთ-ერთი ვერსია. ვალაბი ინვაზიურ სახეობად ითვლება. მათ კუნძულის ეკოსისტემა მთლიანად შეცვალეს, რის გამოც კუნძულზე მცხოვრები ერთ-ერთი ფრინველის სახეობა თითქმის სრულიად გადაშენდა. ამ ფაქტმა ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი საკმაოდ გააბრაზა. ისინი ითხოვდნენ, რომ ეკოსისტემის დასაცავად ცხოველების ნაწილი სხვა ადგილას გადაეყვანათ, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლების უმოქმედობის გამო ვიღაცამ ამ საშინელი დანაშაულის ჩადენა გადაწყვიტა.